მარტო ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ძირტკბილა ამ ნაკრებში. მარტო ძირტკბილა გვაქვს, ძირტკბილათი მოვამზადოთ წამალი. იმიტომ რომ მთავარ ფუნქციას თირკმელზე და ჯირკვლისას მაინც ძირტკბილა აძლიერებს. ეს ყველაფერი ძირტკბილას გარდა არის 1000 გრამი, ძირტკბილა 20 გრამი. ეხლა ნაყიდი როგორ გავაკეთოთ? ორ სუფრის ყოფს ეს უკვე აღარ ლაპარაკობ რომ ყველაფერი უნდა დაქუცმაცდეს, ყველაფერი ერთად უნდა აერიოს, ამაზე აღარ ლაპარაკობ, უკვე იგულისხმება. დროს არ დავკარგავ ამაზე, კარგით? ორი სუფრის ყოფს ვასხავთ 200 მილილიტრ ქაფქაფა მდუღარეს. ვაფარებთ ან ყველაზე კარგია თერმოსში დამზადება. თერმოსში ჩავკრით ორ სუფრის ყოფს დავასხავთ 200 მილილიტრ მდუღარეს. თუ უფრო დიდი დოზა გჭირდება, გავაორმაგებთ ხო ყველაფერს, ეს უკვე ვიცით. ესე იგი ბავშვებს ვაძლევთ ყავის ჭიქით 3ჯერ შეცხელებულს უფრო. ესე იგი თან დალევა რო შეგილია და თან თბილი რო არა, აი ესეთი ტემპერატურის. ოღონდ დაიმახსოვრეთ, ეს ყველაფერი უნდა დაილიოს ჭამის შემდეგ. ძალიან ბევრი, იგივე ნაღველდენები, იგივე სხვა წამლები ჭამამდე ისმება. აი ეს ალერგიის წამალი ისმება ჭამის შემდეგ. ასევია ასთმისთვის ნაკრებსაც ჩაგაწერინებთ ბარემ, იგივე ალერგიული ფონია ხოლმე როგორც წესი. ბოდიში, ქალბატონო მარიამ, რამდენი ხანი შეიძლება ერთი კვირა? ესეთი მცენარეები აქ, რომ შეიძლება 10 დღეც მერე დავასვენოთ 1-5 დღე, 1 კვირა, მერე კიდე გავუმეოროთ. ანუ ეს ყველა მცენარე თუ არ მაქვს, შემიძლია მხოლოდ გავაკეთოთ ძირტკბილად. ან გვაქვს ძირტკბილა 700 კილი. სრულიად ეფექტურ რაღაცას გავაკეთებთ. მთავარია პროპორციებია დაცული, რომ ძირტკბილა მეტი უნდა იყოს, ორჯერ მეტი ვიდრე დანარჩენი მცენარეები. ხო? მარიამ, შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ძირტკბილა ცალკე ხო არ უნდა მოვადუღოთ და მერე იმ ბალახებს ბავშვებისთვის როცა კეთდება თერმოსში დაყენება, თან მე ვლაპარაკობ უკვე ძალიან დაქუცმაცებულ ძირტკბილას დაჩეჩქვილს. სრულიად საკმარისი იქნება. იმიტომ რომ აქ ახლა იგივე კოთხოჯით ძალიან ძლიერი ბალახია, ბაბუაწვერაც, აი ეს ფესვები ყველა ძლიერია და ყველას უნდა დაქუცმაცება. კოთხოჯი რომელია? ახლა როცა როგორც წესი უფროსებს ესეთი ხველებით ალერგია აღარ აქვთ ხოლმე, აქვთ უკვე ასთმა. თან ისიც დასავლეთში, ახლა თბილისში მშრალი ჰავაა და იშვიათია, პირიქით წამალია დასავლეთიდან მშრალ რაიონებში გადმოცხოვრება. ამიტომ ჩემო კარგებო, როცა მაინც გვაქვს შემთხვევა და უფროსი ასაკის პაციენტი ყავს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე ნადუღი გავაკეთოთ. პროპორციები დავიცვათ, მაგრამ თქვათ ვადუღოთ 5-10 წუთი. რომ რაც შეიძლება უფრო ძლიერი წამალი მივიღოთ.
ბავშვზე ძალიან იმათ მოქმედებთ იგივე რაოდენობა ყავისჭიქა არის პატარა ყავისჭიქაზეა ლაპარაკი უფროს შეუძლია უკვე 100 მილილიტრი დალიოს იგივე თბილ-თბილი იგივე ჭამის შემდეგ ეხლა ასთმისთვის როგორც ეს გამოდგება რაც ჩაგაწერინეთ ეხლა უფრო 9 კომპონენტია ნაკრებს ჩაგაწერინეთ ვირისტერფა მატიმაჩხა ია ის ბალახი გვირილას ყვავილები კალენდულას ყვავილები ბერვასრებ კარგით ბატონო დავიწყე ვირისტერფა ია ის ბალახი მთლიანად ფოთლებიან ყვავილებიანად გვირილა ყვავილები კალენდულა ყვავილები ძირტკბილას ფესვები კოთხოჯი ანუ დივასილ ანუ მზიურა კამის თესლები პიტნა და მრავალძარღვას ფოთლები ყველა თანაბარი რაოდენობით მათ შორის ძირტკბილაც აქ უკვე თანაბარი რაოდენობით ეს უფრო არის მოზრდილებისთვის ამიტომ 5 წუთი ვადუღებთ პროპორცია იგივეა 2 სუფრისკოვს ვასხავთ 200 მილilitrს და ვადუღებთ 5-10 წუთი და ამასაც ჭამის შემდეგ აქვს უფრო ეფექტი 100 მილილიტრი ეს უფრო მოზრდილებისთვისაა ბავშვების ბოლო მცენარე რა იყო? ბატონო ბოლო მცენარე რა იყო? მრავალძარღვა ფოთლები და ეს 10 გრამი თუ 20? ბატონო ვერ გავიგე 10 გრამი თუ 20 ესენი? 10 ნუ ანუ რისი თქმა მინდა თანაბარი რაოდენობით ეხლა იქაც ერთადერთი ძირტკბილა იყო 20 დანარჩენი ანუ ორჯერ მეტი წონით უნდა იყოს ძირტკბილა ვიდრე დანარჩენები აქ ყველა თანაბრად როგორ ვიღებთ ამას ესე იგი ვადუღებთ და მე 100 გრამი ჭამის შემდეგ 3-4 ჯერ იმიტომ რომ ამას 200 მილilitrს დავასხავთ ორჯერ გამოვა მხოლოდ ორჯერ შეგვიძლია დავლიოთ და იმიტომ გეუბნებით მე პროპორციას გეუბნებით თქვენ აიღეთ 2 კოვზის მაგივრად აიღეთ 8 კოვზი და ასევე 8 ჯერ გაზარდეთ ის ესეთ კითხვებით, ნუ ესეთი კითხვებით დროს ნაკარგი. რატო თუ აზრიანი კითხვა, კარგი. არა, ეგეც ის არის ეს ნიშნავს, რომ ჩემი იმდენად გიჯერათ, მე რასაც ვიტყვი, ხო, იქიდან ვერიტად გადახრას ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ. არა, ეს იცოდეთ, რომ აქ არის უბრალოდ პროპორციებზე ლაპარაკი და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გაზარდოთ უბრალოდ მე ვინახავთ თუ ბევრს ვამზადებთ მაცივარში და ვათბობთ მიღების წინ. ცივის დალევას ხველებისთვის არავითარი აზრი არ აქვს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გრიპოზული მდგომარეობაა, ან იგივე თუნდაც ბაქტერიული ინფექცია იყოს და ტემპერატურა აქვს მაღალი. ბავშვია თუ დიდია, ამ დროს ნუ კარგი სიცხის დამწევებს ვთქვათ ვაძლევთ ვირუსული შემთხვევაში 38 ნახევარზე ზევით, ბაქტერიული შემთხვევაში შეგვიძლია 38-მდეც მივცეთ. და პარალელურად ძალიან ეფექტურია ოფლმდენი ბალახების მიცემა. იმიტომ რომ ინტოქსიკაციაც მოიხსნება ოფთან ერთად ტოქსინებიც გამოვა გარეთ ორგანიზმი გაგრილდება როდის ვოფლიანობთ როცა მაღალი
გარემოში მაღალი ტემპერატურა ამ ჩვენ გვაქვს და შვებას იგრძნობს პაციენტი. ჩაიწერეთ, ესე იგი ოფლმდენი ორ ნაკრებს ჩაგაწერინებთ. ამ წლის ყვავილები. გვირილა. ცაცხვი, პიტნა, თანაბარი რაოდენობით. იქ გვერდზე თუ გინდათ 10 მიუწერეთ, თუ გინდათ 20 მიუწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ რამდენსაც აიღებთ. უბრალოდ თანაბრად ვიღებთ, ვურებთ, ვაკუთს მაცებთ, ვურებთ. ვიღებთ 2 სუფრის კოვს, ვასხავთ აქაც 200 მილilitrს. ოღონდ ვადუღებთ 5 წუთამდე, 3-დან 5 წუთამდე, ბევრი დუღილი არ უნდა. იმიტომ რომ აქ ფესვები არა გვაქვს. დღეში 3-4 ჯერ ესეც ხელწხელი უნდა დავალევინოთ 100 მილილიტრი. 3-4 ჯერ. ამაც არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ, როცა თქვათ აი ტემპერატურა იწევს, ამ დროს აკანკალებს ადამიანს, ტემპერატურა როცა ზევით გარბის, ცხელი სასმელი ეს ამოვნება თუ ძალიან მაღალი ტემპერატურა არ არის, მაშინ ძალიანაც რო ეხვეწოთ, ვერ დავლევინებთ ვერაფერს. ასევე ძალიან ეფექტური ოფლმდენი და სიცხის დამწევი არის ცაცხვი, ჟოლო, თქვათ ძალიან ბევრი ჟოლოს ყინავს. მალინაზეა ლაპარაკი. ყინავს ან შაქარში ინახავს, სულ თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. გინდა გაყინული, გინდა შაქარში შენახული. თავშავა, ვირის ტერფა და კამის თესლები. ესენიც თანაბარი ზომით და ის გავუკეთეთ. იგივეა დამზადების და მიღების წესები, რაც ზევით ჩაიწერეთ. ბრჭყალები გავუკეთეთ და მიხვდებით, რომ